წარმოიდგინე, რომ დგახარ უზარმაზარი მთის ძირას, პლდის კედელი კი ციცაბოდ იწევს ცაში. მოლოდინის მღელვარება შერცმულია შიშის მცირე შეგრძნებასთან, როცა იწყებ ასვლას და ხელებით ეჭიდები უხეშ ცივ კლდეს. შენი გრძნობები უფრო და უფრო მზაფრდება ყოველი ნაბიჯით, ყოველი ჩასუნთქვით. მღელვარება, თავისუფლება. ეს დამათრობელია. მაგრამ რა ხდება, როცა თავგადასავალსა და კატასტროფას შორის ის თხელი ხაზი წყდება? დღეს ჩვენ ვსწავლობთ მთამსვლელების ისტორიებს, რომლებიც უმაღლეს გამოწვევას ეჯახებიან. იქნება ეს ჩვეულებრივი ასვლა, რომელიც ცუდად დასრულდა, ზეიმი, რომელიც ტრაგედიად გადაიქცა, თუ ლეგენდა, რომელმაც თავისი ბოლო ვარდნა განიცადა. ეს ისტორიები გვახსენებს იმ ბასრ ზღვარს, რომელიც გამარჯვებასა და ტრაგედიას შორის გადის. როგორც ყოველთვის, მაყურებლის სიფრთხილე რეკომენდებულია. მზიან აგვისტოს დილას, 2014 წელს, ბრედ პარკერი თავის შეყვარებულ ჯეინი დაილთან ერთად იოსემიტის კათედრალის მწვერვალზე ასასვლელად გაემართა. ჰაერი სუფთა იყო, ცა მოწმენდილი და მათ წინ აღმართული კლდე თავგადასავალზე ეპატიჟებოდათ. რთული ასვლის შემდეგ, თოკებითა და სამთამსვლელო აღჭურვილობით მწვერვალზე მისვლისას, ბრედმა ჯეინის ხელის სთხოვა და მან დათანხმდა. ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ გარშემო თვალწარმტაცი ხედებით, იმ დღეს, რომელსაც ბრედი თავის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღედ მოიხსენიებდა. მაგრამ ბრედმა არ იცოდა, რომ ეს ტრაგიკულად მისი ბოლო დღე იქნებოდა. ბრედი, რომელიც ჯერ კიდევ აღფრთოვანებული იყო ნიშნობისგან, იმ შუადრეს კიდევ ერთ ასვლას, მეტის ქრესტზე გადაწყვიტა. მეტის ქრესი გრძელი, ვიწრო ქედია, რომელიც ცაზე გადაჭიმულ გიგანტის ხერხემალს გავს. ის მიწიდან საკმაოდ მაღლა გადის, ორივე მხარეს კი ისეთი ციცაბო დაქანებებია, რომ მხოლოდ შეხედვაც კი მუცელს აგირევს. ბილიკი თავად უხეში გრანიტისგან შედგება, რომელიც კარგ მოჭიდებას იძლევა, მაგრამ ზოგან გლუვი და სრიალაა, რაც გადაადგილებას ართულებს. ეს მარშრუტი პოპულარულია მთამსვლელებში, რადგან ცაში მიხვეულ-მოხვეული გასავლელი იოსემიტის ველურ, ღია სივრცეებზე დაუვიწყარ ხედებს სთავაზობს. მთამსვლელებს ეს ბილიკი განსაკუთრებით უყვართ, საოცარი ხედების გამო და ბრედიც არ იყო გამონაკლისი. მან ეს ქედი ბევრჯერ გადალახა ადრე, ყოველ ჯერზე სიამოვნებდა როგორც მღელვარება, ისე მის გარშემო არსებული საოცარი პეიზაჟები. როგორც ყოველთვის, ბრედი თავდაჯერებულად გადავიდა გრანიტის ქედზე. განსხვავებით იმ ასვლიდან, რომელიც ახლახან თავის ახალ დაქორწინებულ საცოლესთან ერთად გააკეთა, ბრედს არ ჰქონდა არც თოკები და არც სამთო აღჭურვილობა, რაც სპორტში ცნობილია როგორც თავისუფალი სოლო ასვლა. ის მოძრაობდა სტაბილური ტემპით, ყოველი ნაბიჯი და ხელის დადება გააზრებული და დარწმუნებული იყო. მისმა ხელებმა იპოვეს ბზარები დასაჭერად, ფეხები კი მყარ საკრდენებზე ეკრდნობოდა, მისი სხეული კლდეს ისე ებჯინებოდა, თითქოს ეხვეოდა მას. ბრედი გადაადგილდებოდა ქედის სხვადასხვა ტექსტურაზე, აქ ეჭიდებოდა უხეშ მონაკვეთებს, რომლებიც კარგ საკრდენს აძლევდა, შემდეგ კი ფრთხილად იბალანსებდა გლუვ და უფრო რთულ ნაწილებზე. მისი მოძრაობები იყო თხევადი, თითქმის როგორც ცეკვა, რომელიც მასსა და მთას შორის იყო ქორეოგრაფირებული. ყოველ რამდენიმე ნაბიჯში ის ჩერდებოდა, რომ წინ გზა დაეთვალიერებინა და შემდეგი ნაბიჯები დაეგეგმა, ყოველთვის აცნობიერებდა, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი და უფსკრულში არ მოჩნდებოდა. ეს იყო მისი სტიქია, სადაც ის ყვაოდა, მშვიდი კონცენტრაციით მიიწევდა ზევით და წინ, რაც ნათლად აჩვენებდა, რომ ის გამოცდილი მთამსვლელი იყო, რომელიც სიმაღლეებში თავს სახში გრძნობდა. სხვა მთამსვლელები შორიდან აკვირდებოდნენ ბრედს, აღფრთოვანებულები მისი ოსტატობით, როცა ის ნაცნობ მარშრუტს მიუყვებოდა. მაგრამ როცა შუადრის ჩხდილები იწელებოდა, რაღაც მოულოდნელი მოხდა. ერთ წამს ბრედი უზარმაზარი ცის ფონზე სილუეტად ჩანდა, თავდაჯერებისა და მადლის განსახიერებად ვიწრო ქედზე. შემდეგ წამს თითქოს შეყოქმანდა. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა შემდეგ. შეიძლება ფეხით საკრდენს ეძებდა, რომელიც იქ არ იყო, ან იქნებ ქვამ უღალატა და მისი წონის ქვეშ მოეშვა. მოულოდნელად ბალანსი დაიკარგა. ბრედის ხელები წამიერად გაიქნია, როცა ფეხის მყარად დასადგმელად ეცადა, მაგრამ ინერცია მის წინააღმდეგ იყო. იყო გულის გამფრინავი წამი, როცა ჩანდა, რომ ბრედს შეიძლებოდა წონასწორობა აღედგინა, რაც მის გამოცდილებასა და სწრაფ რეაქციებზე მეტყველებდა. მაგრამ შემდეგ გრავიტაციამ ფავის იქნა და ბრედი ქედიდან წაიღოლა. ის სწრაფად დაეცა, მისი სხეული თვალთახედვიდან გაუჩინარდა, გაუგნებული მაყურებლებისთვის. ქედზე საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა, სადაც სულ რამდენიმე წამის წინ ბრედის ფრთხილი მოძრაობების რბილი ხმები ისმოდა. მხოლოდ ქარის ჩურჩული ისმოდა, როცა დანარჩენი მთამსვლელები იაზრებდნენ, რაც ახლახან მოხდა. გააზრებამ მძიმედ დაარტყა. ქედი ცარიალი იყო იქ, სადაც ბრედი ადიოდა. იმ წუთის ტრაგიზმი აშკარა და მკისიერი იყო. მოწმეები შოკში და უნდობლობაში დატოვა ამ ფაქტმა. 26 წლის მთამსველი, სერფერი, ველოსიპედისტი, იოგას ინსტრუქტორი და მსოფლიოს მოგზაური ბრედი
300 ფუტიდან ჩამოვარდა და დაიღუპა, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ახალ საცოლეს დაემშვიდობა. მისი ოჯახი და ათეულობით მეგობარი ფიქრობდნენ, რა შეიძლებოდა არასწორად წასულიყო. საძიებოდა სამაშველო ჯგუფები, რაც შეიძლება სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, მაგრამ კლდოვანმა რელიეფმა მათი სამუშაო ძალიან გაართულა. იმ დროისთვის, როცა მასთან მივიდნენ, უკვე ძალიან გვიანი იყო. ბრედი უკვე გარდაცვლილი იყო. გვიანი საათისა და რთული რელიეფის გამო, მათ მომდევნო დილამდე მოუწიათ ლოდინი, რომ ბრედის ცხედარი ვერთმფრენით უკან წამოეყვანათ. რა მოხდა? ბი ბრედი, როგორც მას მეგობრები ეძახდნენ, გამოცდილი მთამსვლელი იყო, სიცოცხლით სავსე და ყოველთვის კონტროლში ჩანდა. და სინამდვილეში, დიდი ალბათობით ასეც იყო. არავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი გამოცდილი და ფრთხილი მთამსვლელი, როგორიც ბრედია, ასე მოულოდნელად და ტრაგიკულად დაასრულებდა სიცოცხლეს. მაგრამ ეს არის კლდეზე ცოცვის, განსაკუთრებით კი თავისუფალი სოლო ცოცვის მთავარი საფრთხე. საკმარისია მხოლოდ ერთხელ დაუშვა შეცდომა. ეს არის სპორტი, რომელიც აერთიანებს სიმაღლის მღელვარებასა და ფიზიკური გამძლეობის გამოწვევას. კლდეზე ცოცვა ძირითადად გულისხმობს ბუნებრივ კლდეებზე, ან ხელოვნურ კედლებზე მაღლა, დაბლა ან გვერდულად ცოცვას. ეს მოითხოვს ხელებისა და ფეხების გამოყენებას კლდეზე გადაადგილებისთვის, ხშირად თოკებით, ხვედებითა და სხვა უსაფრთხოების აღჭურვილობით დაცულ მდგომარეობაში. თავისუფალი სოლო ცოცვა კლდეზე ცოცვის განსაკუთრებული ტიპია, სადაც მთამსვლელი არ იყენებს არც თოკებს და არც უსაფრთხოების აღჭურვილობას. ეს ძალიან სახიფათოს ხდის მას, რადგან თუ მთამსვლელი ჩამოვარდება, არაფერი იქნება, რაც მას დაიჭერს. ცნობილმა მთამსვლელებმა, როგორიცაა ალექს ჰონოლდი, მსოფლიოს გარშემო რამდენიმე საოცარი თავისუფალი სოლო ცოცვა განახორციელეს. კლდეზე ცოცვა მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ ძალასა და მოქნილობას, არამედ მენტალურ გამძლეობასა და ზუსტ ტექნიკასაც. მთამსველებმა თავად უნდა იპოვონ ან შექმნან საკუთარი გზა კლდის ზედაპირზე, გადაწყვიტონ სად განათავსონ ხელები და ფეხები და გაარკვიონ, როგორ გამოიყენონ სხეულის წონა წინსვლისთვის. ისინი დიდად ეყრდნობიან სპეციალიზებულ აღჭურვილობას, როგორიცაა კარაბინები. ეს არის მეტალის რგოლები ზამბარიანი საკეტით, რომლებიც გამოიყენება სამთამსვლელო აღჭურვილობის ნაწილების დასაკავშირებლად და ზღვევის მოწყობილობები, რომლებიც ასვლისას თოკის მართვაში ეხმარება. კლდეზე ცოცვასთან დაკავშირებული რისკები საკმაოდ დიდია. ყველაზე აშკარაა ჩამოვარდნის რისკი. თუნდაც საუკეთესო მომზადებისა და სიფრთხილის მიუხედავად, პატარა შეცდომა ან ფეხის მოწდენამ შეიძლება ჩამოვარდნა გამოიწვიოს. ესეთ ფაქტორებს, როგორიცაა მოშვებული ქვებები, უეცარი ამინდის ცვლილებები ან ყურადღების მოდუნება, შეუძლიათ ჩვეულებრივი ასვლა სწრაფად სახიფათო სიტუაციად აქციოს. არსებობს იშვიათი, მაგრამ შესაძლო აღჭურვილობის გაუმართავობის რისკიც. ამიტომ მთამსველებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ და მოუფრთხილდნენ თავიანთ აღჭურვილობას, რათა დარწმუნდნენ, რომ ის კარგ მდგომარეობაშია. და ბოლოს, ასვლის ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, რაც მთამსველის განსჯის უნარს ან ფიზიკურ შესაძლებლობებს დააზიანებს და ავარიის რისკს გაზრდის. სოლო მთამსვლებისთვის, როგორიც ბრედია, ეს რისკები კიდევ უფრო დიდია, რადგან ისინი მარტო და აღჭურვილობის გარეშე ადიან. მათ არავინ ჰყავთ, ვინც დაეხმარება თუ ჩამოვარდებიან, ან გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. და ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს, რადგან მათ მარტო უწევთ შიშისა და სტრესის დაძლევა. ბრედის ისტორიის შემაძრწუნებელი მხოლოდ ის არ არის, რომ მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე ასე მოულოდნელად დასრულდა, არამედ ის თუ როგორ სწრაფად გადაიქცა სიხარული გულისწვეტად ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. მაგრამ ბრედის ისტორია ერთადერთი არ არის ესეთი შოკის მომგრელი დასასრულით. კლდეზე ცოცვის სპორტს თან სდევს შემზარავი ფატალური შემთხვევების სერია, ზოგჯერ თოკებით და ოკებით და ზოგჯერ მათ გარეშე. 2018 წლის 2 ივნის იოსემიტის ეროვნული პარკის რეინჯერებმა მიიღეს სასწრაფო 911 ზარები რამდენიმე წყაროდან ელ კაპიტანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ. ეს იყო საგანგაშო ზარი, რომელიც დილით ადრე შევიდა ორი ცნობილი და ძალიან გამოცდილი მთამსვლის შესახებ. ჯეისონ უელსი 46 წლის ბოლდერიდან კოლორადო და ტიმ კლაინი 42 წლის პალმდეილიდან კალიფორნია. ჯეისონი და ტიმი დიდი ხნის მეგობრები და მთამსვლელი პარტნიორები იყვნენ, რომლებიც სან-დიეგოს კოლეჯში შეხვდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ ერთად დაძლიეს მსოფლიოს მრავალი ყველაზე რთული მარშრუტი. ორივე გამორჩეულად გამოცდილი მთამსველი იყო. თითოეულს 10 წლეულების გამოცდილება ჰქონდა, მათ შორის ელ კაპიტანზე მრავალი წარმატებული ასვლა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გრანიტის კედელია. იმ საბედისწერო დღეს მათ გადაწყვიტეს ასულიყვნენ სალატეს კედელზე, რომელიც ელ კაპიტანის 3000 ფუტიანი გრანიტის კედლის მაღალი, ცნობილი და 25 პიჩიანი მარშრუტის მონაკვეთია. კლდეზე ცოცვაში პიჩი არის ასვლის ის ნაწილი, რომელიც ორ დასასვენებელ წერტილს შორის მდებარეობს. ამ წერტილებში მთამსვლელებს შეუძლიათ დაისვენონ, ძალები მოიკრიბონ ან ლიდერი შეცვალონ.
თითოეული ბიჭი ივლება ერთი თოკის სიგრძეზე, რომელიც ჩვეულებრივ დაახლოებით 165-დან 200 ფუტამდე. მთამსვლელები ასრულებენ ერთ ბიჭს, იმაგრებენ თავს ბელეის წერტილზე და შემდეგ აგრძელებენ შემდეგ ბიჭზე ასვლას. ეხლა სალათეს კედელი ცნობილია თავისი უზარმაზარი ფართობით და ტექნიკური სირთულით. ერთმა ლეგენდარულმა მთამსვლელმა ის ასე აღწერა: თითქოს მინის ფირფიტაზე დადიხარო. მაგრამ თუ ვინმეს შეეძლო ამ მარშრუტის დაძლევა, ეს ჯეისონი და ტიმი იყვნენ. ამ მარშრუტზე ისინი რამდენჯერმე ავიდნენ ადრე და მათი მოძრაობები წლების განმავლობაში ერთობლივი ცოცვის შედეგად ერთმანეთთან იდეალურად იყო შეხამებული. არ იყო უჩვეულო, რომ ეს წვილი 3000 ფუტის სიმაღლის კლდეზე ადიოდა, რომელიც უმეტეს გამოცდილ ალპინისტებს რამდენიმე დღეს სჭირდებათ, ერთსა და იმავე შაბათ-კვირაში რამდენჯერმე ერთად, ან ზოგჯერ ერთ დღეში ორჯერაც კი. 2 ივნისს ტიმი და ჯეისონი ადრე გაიღვიძეს და ელ-კაპის ხიდზე წავიდნენ, რათა კიდევ ერთ მეგობარს, კევინ პრინსს შეხვედროდნენ. ტიმი და ჯეისონი ჩვეულებრივ ერთად ადიან, მაგრამ ამჯერად მათ კევინი დაპატიჟეს, მედიცინის რეზიდენტი, რომელსაც ტიმი 2009 წელს შეხვდა, როცა იოსემიტის სამძებრო სამაშველო ჯგუფთან მუშაობდა. დილა დაიწყო ჩვეულებრივი მომზადებით, აღჭურვილობის შემოწმებით, მარშრუტის განხილვით და იმ საერთო მოლოდინით, რომელიც მათ საყვარელ ასვლას ახლდა. ისინი ელ-კაპიტანის ძირას მივიდნენ მზის ამოსვლის შემდეგ. მათ აერჩიეს ფრიბლასტის მარშრუტი, როგორც ბევრჯერ გაუკეთებიათ ადრე. ისინი ადიოდნენ იმ სტილში, რომელსაც კევინი ბუზღუნა სტილს უწოდებს. ჯეისონი და ტიმი ერთ თოგზე იყვნენ დაკავშირებულები, ხოლო ტიმი და კევინი მეორეზე. ჯეისონი ავიდოდა მონაკვეთს, თოგს მიამაგრებდა სამაგრზე, შემდეგ ტიმი მიხვებოდა ცოცვის საშუალებებს იყენებდა თოგზე ასასვლელად, სანამ სამაგრამდე მივიდოდა. შემდეგ ის დაიმაგრებდა თავს, მოამზადებდა ჯეისონის თოგს შემდეგი მონაკვეთისთვის და მოაწყობდა მეორე თოგს, რომ კევინიც ამოსულიყო. ეს აჩვენებს, რამდენად ენდობოდნენ ერთმანეთს, რადგან ასეთი ცოცვა ძალიან სახიფათოა. დადებითი მხარე ის არის, რომ ეს მეთოდი ალპინისტებს სწრაფად ასვლის საშუალებას აძლევს, რაც დროს ზოგავს, მაგრამ თუ ერთ-ერთი ალპინისტი პრობლემაში აღმოჩნდება, რისკები იზრდება. ფიქსირებული უსაფრთხოების წერტილების არარსებობა ნიშნავს, რომ დაცემის შეჩერება შეუძლებელია, რაც ნებისმიერ შეცდომას კატასტროფულს ხდის. სამივე სწრაფად მიიწევდა კლდეზე, რომელიც მათთვის ისეთივე ნაცნობი იყო, როგორც ყოველდღიური მგზავრობა. მესამე მონაკვეთზე ჯეისონმა მიაღწია 2 ახალგაზრდა მთამსვლელს, ჯორდან კენონს და ჯერემი შოენბორნს, რომლებიც ახლომდებარე მარშრუტზე თავისუფალ ცოცვას ცდილობდნენ. მოკლე დასვენების შემდეგ ჯგუფმა გააგრძელა ცოცვა, ჯორდანი და ჯერემი კი უკან დატოვა. როდესაც ჯგუფი მაღლა ადიოდა, ჯეისონი და ტიმი სწრაფად მოძრაობდნენ, რადგან ეს მათ უკვე ბევრჯერ გაეკეთებინათ. მათ დაახლოებით 100 ფუტი იოლი რელიეფი აიარეს, სანამ ცოცვის ყველაზე რთულ ნაწილს, კლდის მონაკვეთს, სახელად $100 მიაღწევდნენ. აქ მათ მიწიდან თითქმის 1000 ფუტის სიმაღლეზე ვიწრო ნაპრალში უნდა გაევლოთ. ეს წერტილი იყო, სადაც ცოცვა ტექნიკურად რთული გახდა, რადგან ალპინისტებს ვიწრო ნაპრალებში და გადმოკიდებულ კლდეებზე უნდა გაევლოთ. მაგრამ ჯეისონმა და ტიმმა ეს მონაკვეთი ერთდროულად აიარეს, რაც მათი მაღალი უნარების და ერთმანეთის შესაძლებლობებისადმი ხრმანდობის გამო იყო შესაძლებელი. როგორც მოსალოდნელი იყო, ჯეისონი და ტიმი $100 მწვერვალზე უპრობლემო დავიდნენ. ზედა ნაწილში ტიმმა კევინის თოქი ანკერზე დაამაგრა, რათა მასაც იგივე მარშრუტით შეძლებოდა მათ მიხოლა. მაგრამ როცა კევინი ადიოდა, კლდის ფორმების გამო ჯეისონი და ტიმი ვერ დაინახა. ამასობაში ჯეისონმა და ტიმმა გადაწყვიტეს გზა გაეგრძელებინათ. ისინი შედნენ უფრო მარტივ მონაკვეთზე, რომელიც მამონტის ტერასებამდე მიდიოდა. ეს იყო მარშრუტის ყველაზე მარტივი ნაწილი. ეს მონაკვეთი იმდენად მარტივი იყო, რომ ტიმი და ჯეისონი ხშირად ერთდროულად ადიოდნენ მასზე. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება საშინელ შედეგებს გამოიწვევდა. ცოცვა კარგად მიდიოდა, როცა მოულოდნელად ყველაფერი ძალიან ცუდად წავიდა. დაახლოებით 8:05 საათზე კევინი, ჯგუფის მესამე წევრი, ჯერ კიდევ ადიოდა $100-ზე, როცა მოულოდნელად შემაშფოთებელი ხმები გაიგონა. მან ზემოთ აიხედა და დაინახა, როგორ ვარდებოდა 2 სხეული ჰაერში, 50 ფუტზე ნაკლებ მანძილზე. მათი თოქი, რომელიც უნდა შეეჩერებინა ისინი, ჯერ კლდეს გამოედო, მაგრამ შემდეგ გაწყდა. ორივე მამაკაცი დაახლოებით 1000 ფუტის სიმაღლიდან დაეცა მიწაზე. კევინი სწრაფად ავიდა მწვერვალზე, იმ იმედით, რომ ჩამოვარდნილი მთამსვლელები ტიმი და ჯეისონი არ იყვნენ. როდესაც იმ ადგილს მიაღწია, საიდანაც ზემოთ მიმავალი გზა ჩანდა, მიხვდა, რომ შესაძლოა სწორედ ისინი ყოფილიყვნენ. მან ცხა ერთ-ერთზე დარეკა, რათა შემთხვევა შეეტყობინებინა. მათი ვარდნის შედეგი დამანგრეველი იყო. პარკის რეინჯერები და სამძებრო სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ზარებით გააფრთხილეს, სწრაფად გამოეხმაურნენ. ისინი მივიდნენ ელ-კაპიტანის ძირას, სადაც ჯეისონი და ტიმი დაეშნენ, მაგრამ მალევე გახდა ნათელი, რომ არაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. ესეთი სიმაღლიდან ჩამოვარდნის ძალა სასიკვდილოა.
Jason Welsi და Tim Klein ცნობილი და პატივსაცემი მფამსველები იყვნენ. წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მათი ასვლისას რაღაც არასწორად მოხდა. შესაძლოა ეს იყო ფეხის დაცდენა, ხელის დაჯერის გამოტოვება ან აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც მოულოდნელი დატვირთვის შედეგად გაფუჭდა. ზუსტი დეტალები კვლავ გაურკვეველია. იოსემიტის რეინჯერების მიერ მოგვიანებით შედგენილმა უფრო დეტალურმა ავარიის ანგარიშმა მიუთითა, რომ ტიმმა და ჯეისონმა დაცემის მონაკვეთში არანაირი დამცავი აღჭურვილობა არ ჰქონდათ განთავსებული. მარტივი კლდეზე ცოცვის ხასიათმა შესაძლოა ნაკლები დამცავი აღჭურვილობის გამოყენება გამოიწვია, მაგრამ სამწუხაროდ დაუცველი დაცემა ასეთ სიმაღლეზე კატასტროფულ შედეგებს იწვევს. ეხლა ტიმი და ჯეისონი უგუნურები არ იყვნენ. ისინი გამოცდილი მთამსვლელები იყვნენ, რომლებსაც კლდეზე ცოცვა უყვარდათ. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოცდილი ან ფრთხილია ადამიანი, ყველა მთამსვლელი იმავე გრავიტაციისა და ბუნების კანონებს ექვემდებარება. რაც უფრო შემაშფოთებელია, მათი შემთხვევა ელ კაპიტანზე მომხდარი 25-ე ფატალური შემთხვევაა. დიახ, სწორად გაიგეთ, 25. იმის მიუხედავად, რასაც ელოდებოდით, სპორტული ცოცვა მოულოდნელად სახიფათოა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ იოსემიტის ეროვნულ პარკში ყოველწლიურად 100-ზე მეტი ცოცვის შემთხვევა ხდება, საიდანაც დაახლოებით 15-დან 25-მდე სერიოზულ სამაშველო ოპერაციას საჭიროებს. შეიძლება გეგონოთ, რომ ეს გიჟურად ჟღერს. მაშ რატომ იღებენ მეკლდეურები შეგნებულად ამ რისკს? ბრედ გობრაიტისთვის ცოცვის მიზიდულობა მოდიოდა მისი უნიკალური ფიზიკური გამოწვევის, მენტალური დისციპლინისა და ბუნებასთან ღრმა კავშირისგან. ბრედი კლდეზე მთამსვლელთა საზოგადოებაში ლეგენდა იყო. ის ცნობილი ამერიკელი ფრირაიდ მთამსვლელი იყო, რომელიც ცოცვას არა მხოლოდ როგორც სპორტს, არამედ როგორც ცხოვრების წესს მისდევდა. 1988 წელს კალიფორნიაში დაბადებულ ბრედს კლდეზე ცოცვისადმი ვნება ბავშვობიდანვე ჰქონდა. 6 წლის ასაკში ბრედი უკვე ისეთ სიმაღლეებზე ადიოდა, რომ უმეტესობას თაუბრუს დაახვევდა. მან კლდეზე ცოცვას ისეთი ენთუზიაზმით მიჰყო ხელი, რომ საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლას თავი დაანება და მთელი ცხოვრება ჩრდილოეთ ამერიკის მწვერვალების დაპყრობას მიუძღვნავდა. კლდეზე ცოცვის ექსპედიციების დასაფინანსებლად ბრედი თავის Honda Civic-ში ცხოვრობდა და სხვადასხვა შემთხვევით სამუშაოებს ასრულებდა. მისი ცხოვრების წესი მისი ერთგულების ნათელი მაგალითი იყო. ყველაფერი ცოცვას ეხებოდა. რაც ბრედს თავის თანატოლებს შორის გამოარჩევდა, იყო მისი გამორჩეული უნარი თავისუფალ სოლო ცოცვაში. როგორც უკვე ვახსენეთ, თავისუფალი სოლო ცოცვა არის კლდეზე ცოცვის ტიპი, სადაც მთამსვლელი ადის თოკების, ხვედების ან დამცავი აღჭურვილობის გარეშე. მხოლოდ მცოცავი, მისი ცოცვის ფეხსაცმელები და კლდის კედელია. ცოცვის ეს სტილი ითვლება სპორტის ყველაზე სუფთა და ყველაზე გამბედავ ფორმად, რადგან დაცემის შემთხვევაში არ არსებობს არანაირი დამცავი აღჭურვილობა, რომელიც დაგიჯერს. მთამსვლელი სრულად ეყრდნობა საკუთარ ძალას, უნარს და გონებრივ კონცენტრაციას, რათა დაძლიოს ცოცვა. თავისუფალი სოლო ცოცვის მიმზიდველობა იმ ძლიერ თავისუფლებაშია, რომელსაც ის გთავაზობს. მთამსვლელები გრძნობენ ღრმა კავშირს კლდესთან და გარემოსთან. ისინი მოძრაობენ ისეთ რიტმში, რომელიც თითქმის ცეკვას გავს. ეს საჭიროებს აბსოლუტურ თავდაჯერებულობას და ზუსტ კონტროლს თითოეულ მოძრაობაზე, რადგან თუნდაც მცირე შეცდომას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. თავისუფალი სოლო ცოცვა ასევე მოითხოვს მაღალი დონის მენტალურ სიმტკიცეს. მცოცავებმა უნდა მართონ თავიანთი შიში და სრულად კონცენტრირდნენ მიმდინარე მომენტზე. ეს გონებრივად და ფიზიკურად რთული სპორტია, რომელიც ამოწმებს იმ ზღვარს, რასაც მცოცავები შეძლებენ, როდესაც მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე არიან დამოკიდებული. ვინც ამით არის დაკავებული, თავისუფალი სოლო ცოცვა მხოლოდ ცოცვა არ არის. ეს არის ღრმა გზა, რომ განიცადოს სიხარული სირთულეების გადალახვისა და სამყაროს საოცარი სიმაღლეებიდან დანახვის. და ამას ბრედი ყველაზე კარგად ხვდებოდა. წლების განმავლობაში ბრედმა სახელი გაითქვა არა მხოლოდ თავისი თამამი ცოცვებით, არამედ სისწრაფითაც. მან სახელი გაითქვა იოსემიტის ეროვნულ პარკში, ელ კაპიტანის The Nose მარშრუტზე რეკორდით. მარშრუტი მხოლოდ 2 საათსა და 19 წუთში გაიარა. რეკორდი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შეურყევლად იდგა, სანამ არ გააუმჯობესეს. 21 წლის ასაკში ბრედი უკვე ლეგენდა იყო ცოცვის სამყაროში. მისი რეკორდული ასვლა, მთებისადმი უპირობო სიყვარული და თითქმის სიკვდილს გადამკვეთი ცოცვის სტილი ერთნაირად აჯადოებდა როგორც მთამსვლელებს, ისე მაყურებლებს. ბრედის ვნება და ღრმად ჩამჯდარი სურვილი დაეძაბა თავისი შესაძლებლობები. ენახა რამდენად შორს შეძლებდა მისვლას და ყოველ ასვლაზე დაეხვეწა თავისი ხელოვნება. მისი თავდადება აშკარად ჩანდა თავისუფალ სოლო ცოცვაში, როდესაც უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეავილობის გარეშე ადიოდა, სადაც რისკი მაქსიმალურია. და სამწუხაროდ სწორედ ამ უკონტროლო სწრაფვამ მიიყვანა ტრაგიკულ დასასრულამდე.
2019 წლის ნოემბრის ცივ დღეს ბრედ გობრაიტი გაემართა თავის ბოლო ცოცვაზე ელ პოტრერო ჩიკოში, რომელიც ჩრდილოეთ მექსიკაში მდებარე ცნობილი ცოცვის ადგილია, თავისი რთული მარშრუტებითა და თვალწარმტაცი ხედებით. დღე დაიწყო ჩვეულებრივი აღტაცებითა და მომზადებით, როცა ბრედ გობრაიტი და მისი ცოცვის პარტნიორი, აიდენ ჯეიკობსენი, ემზადებოდნენ დაშვებისთვის, რომელიც მოითხოვდა როგორც ოსტატობას, ასევე სიზუსტეს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისი გამბედავი ფრირ სოლო ასვლებით, იმ დროს ის იყენებდა რაპელინგს, ტექნიკას, რომელიც გულისხმობს თოკით დაშვებას. მათ აერჩიეს სიმულტანური რაპელინგი. ეს არის უფრო სწრაფი, თუმცა უფრო სახიფათო დაშვების მეთოდი, სადაც ორი მთამსვლელი ერთმანეთის წონას აბალანსებს ერთი და იმავე თოკის საპირისპირო მხარეებზე. ეს ტექნიკა საშუალებას აძლევს მთამსვლელებს ერთდროულად ჩამოვიდნენ, თუმცა იგი ძლიერ არის დამოკიდებული თითოეული მთამსვლის სიფრთხილესა და მათი აღჭურვილობის სანდოობაზე. როდესაც ბრედი და აიდენმა დაიწყო დაშვება, ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. აიდენი ბრედზე ოდნავ მაღლა იყო, თითოეული მათგანი თოკის საკუთარ ძაბზე იმყოფებოდა. ატმოსფერო იყო კონცენტრირებული დაძაბულობის, სიჩუმეს, მხოლოდ დრო და დრო ერთმანეთთან გადაძახილი არ ღვევდა, რათა შეემოწმებინათ ერთმანეთი. დაშვება მშვიდად მიმდინარეობდა, სანამ მოულოდნელად კრიტიკული გაუმართავობა არ მოხდა. აიდენი ამ მომენტს შემაძრწუნებელი სიზუსტით იხსენებს. დავიწყეთ შეკვრა, უთხრა მან Outside Magazines. მე მასზე ოდნავ ზემოთ ვიყავი, მარცხნივ ვიყავი, ის მარჯვნივ იყო. მერე უცებ ვიგრძენი უცაბედით კაცუნი და დავიწყეთ ვარდნა. ეს იყო ისეთი მომენტი, რომ გული გაგიჩერდებოდა, ისეთი, რომლისაც ყველა მთამსვლელს ეშინია. აიდენმა იგრძნო, როგორ მოეკუმშა კუჭი, როცა თოკმა ვერ გაუძლო. იმ საშინელ წამებში ბრედი და აიდენი თავისუფალ ვარდნაში იყვნენ. აიდენი ბუჩქში ჩავარდა, რამაც ოდნავ შეუმსუბუქა დაცემა, სანამ კლდის შვერილზე დაეცემოდა. სასწაულებრივად მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანებებით გადაიტანა ეს შემთხვევა. მაგრამ ბრედისთვის შედეგი ბევრად უარესი იყო. მან დაიღვირა მკვეთრი შემზარავი ხმა, რომელმაც ჰაერი გააბო. აიდენმა, რომელიც ჯერ კიდევ თავის დაცემას იაზრებდა, გაიგონა, როგორ შეწყდა კვირილი მოულოდნელად. აიდენის თქმით, ეს ყველაფერი თითქმის ბურუსში იყო. მან იკვირა. მე დავიკვირა. მე გავიარე მცენარეულობაში და შემდეგ რაც მახსოვს, ეს იყო მისი ლურჯი გრუმიჩის პერანგი, რომელიც ხტუნვით გადავარდა კიდეს იქით. ქვემოთ სხვა მთამსვლელები და მოწმეები მხოლოდ შიშით უყურებდნენ. ერთმა მათგანმა, რომელმაც მოგვიანებით მაშველებთან ისაუბრა, აღწერა ეს სცენა. ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ერთი წამით ბრედი ეშვებოდა. მეორე წამს ის უბრალოდ გაქრა. სამაშველო ოპერაცია დაუყოვნებლივ დაიწყო, ადგილობრივი სამოქალაქო თავდაცვისა და მთამსვლელთა საზოგადოების ჩართულობით, რათა ბრედი ეპოვათ. მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ის 600 ფუტის სიმაღლიდან პირდაპირ მიწაზე ჩამოვარდა, ისე რომ არაფერი შეუფერხებია მისი ვარდნა. სანამ მაშველები მას მიაღწევდნენ, ბრედი უკვე გარდაცვლილი იყო მიღებული დაზიანებების შედეგად. მთამსვლელთა საზოგადოება დარჩა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავის დაკარგვის გლოვაში, მთამსვლელის, რომელმაც თავისი ვნება უკიდურეს ხვრამდე მიიყვანა. მთამსვლელები ხშირად საუბრობენ იმ ღმაკმა ოფილებაზე, რომელსაც რთული მარშრუტის დაძლევა აძლევს, იმ მიღწევის შეგრძნებაზე, რაც საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე გასვლას მოჰყვება, და იმ სილამაზეზე, რომელსაც ასეთი ასვლები იძლევა. ნათანიელ მასაჰი ტაკაცუნო, რომელსაც სიყვარულით ნეიც ეძახდნენ, ამ სულისკვეთებას სრულად განასახიერებდა. მხოლოდ 22 წლის ასაკში ნეიტმა თავისი ბოლო ასვლა ელ-კახონის მთაზე შეასრულა, ადგილას, სადაც მას ქვასა და მის გარშემო არსებულ ბუნებასთან ღრმა კავშირი ჰქონდა განცდილი. ელ-კახონის მთა, რომელიც კალიფორნიის სან-დიეგოს ოლქში მდებარეობს, კლდეზე მთამსვლელებისთვის პოპულარული ადგილია. მთაზე სხვადასხვა სირთულის ასვლის მარშრუტებია, რაც მას როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მთამსვლელებისთვის საყვარელ ადგილად აქცევს. მთის გრანიტის კედელი რთულ ასვლებს სთავაზობს მათ, ვისაც უნარების გამოცდა სურს. კლდეზე ცოცვაში არსებობს სირთულის შეფასების სისტემა. ყველაზე გავრცელებული სისტემა არის იოსემიტის ათობითი სისტემა, YDS. ეს შეფასების სისტემა კლასიფიცირებს ცოცვებს, მათი ტექნიკური სირთულისა და საჭირო უნარების მიხედვით. ამ სისტემაში კლდის ცოცვის შეფასება მერყეობს კლას 1-დან, რაც ბილიკზე მარტივ სეირნობას ნიშნავს, კლას 5-მდე, რომელიც ტექნიკურ კლდის ცოცვას მოითხოვს, თოკებითა და დაცვის საშუალებებით. კლას 5-ში YDS სისტემა კიდევ უფრო ანაწილებს სირთულეს. 5.0-დან 5.15-მდე, სადაც სირთულისა და ტექნიკური უნარების დონე თანდათან იზრდება. ელ-კახონის მთაზე ცოცვის სირთულე ფართოდ მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მარშრუტები ბიდანსკებთათვის,
ასევე არის მარშრუტები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 5.12 რეიტინგი, რაც ნიშნავს, რომ ისინი ძალიან რთულად ითვლება და ჩვეულებრივ მოითხოვს ცოცვის მოწინავე ტექნიკებსა და მნიშვნელოვან გამოცდილებას. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ცოცვის სირთულეს. ნეიტი, რომელიც ბეი არეაში დაიბადა და გაიზარდა, სრულად მზად იყო გამოწვევისთვის. ნეიტი ყოველთვის სიერა ნევადას თავის ეზოს სათამაშო მოედნად აღიქვამდა. ნეიტის ცოცვისადმი ვნება ყველასთვის ცნობილი იყო, ვინც მას იცნობდა. თითქმის ყოველ საღამოს მას ცოცვის დარბაზში ნახავდით, სადაც უნარებს იხვეწდა და მეგობრებთან ერთად მარშრუტებზე ხუმრობდა. დეკემბრის 4-22-ში ნეიტი კარგ ხასიათზე იყო, ენთუზიაზმით ესალმებოდა სხვა მთამსვლელებს და თავის აღტაცებას უზიარებდა დღევანდელი ცოცვის მარშრუტებზე, როგორიცაა ლეონიდები და მეტეორე. მისი გადამდები სიხარული ცოცვის მიმართ ყველასთვის შესამჩნევი იყო, ვინც კი მას შეხვდებოდა. მას ეგონა, რომ ეს უბრალოდ კიდევ ერთი ჩვეულებრივი ცოცვის დღე იქნებოდა. ისევე როგორც ბრედი, ნეიტს უყვარდა თავისუფალი სოლო ცოცვა, რადგან ეს საშუალებას აძლევდა მას, რომ თებთან ძლიერი და უშუალო კავშირი ეგრძნო. თუმცა ამ ტიპის ცოცვას არ აქვს თოკების უსაფრთხოება, თუ რამე არასწორად წავა და ამ ცოცვისას რაღაც მართლაც არასწორად წავიდა. იმ საბედისწერო კვირა დღეს ნათანიელი როგორც ყოველთვის სიამოვნებით იღებდა თავისუფალი სოლო ცოცვის გამოწვევას და ადიოდა განთქმული ელ-კახონის მთის კლდის პირზე. ჯეიმს ფეირბერნის შემთხვევის ადგილზე მყოფი მოცმის თქმით, ნეიტს ეკეთა სადაზღვევო სისტემა და ზურგ-ჩანთაში თოქი ჰქონდა. ეს ალბათ იმისთვის იყო, რომ მწვერვალზე ასვლის შემდეგ უკან ჩამოსულიყო, მაგრამ ნეიტმა გადაწყვიტა თოკის გარეშე აძრომა და სრულად დათკბა თავისუფალი სოლო ცოცვის გამოცდილებით. როდესაც ნეიტი რთულ მარშრუტებზე ადიოდა, ის ფრთხილად და შეუფერხებლად მოძრაობდა. დღე ნათელი იყო და ცოცვისთვის იდეალურად გამოიყურებოდა. ჯეიმსი და სხვა მთამსვლელები სხვადასხვა ადგილიდან აგვირდებოდნენ, ნეიტის უნარებითა და სიმამაცით აღფრთოვანებულები. თუმცა თუნდაც იდეალური პირობები და შესანიშნავი უნარები ვერ გამორიცხავს ცოცვის ყველა რისკს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თოკების გარეშე ცოცავ. უეცრად ნეიტმა პატარა შეცდომა დაუშვა. წამოწდა. ეს სწრაფი და შოკის მომგვრელი იყო. ჯეიმსმა, რომელმაც ახლახან დაასრულა თავისი ასვლა და ქვემოთ ემზადებოდა, კრიტიკული მომენტი იხილა. მან შენიშნა ნეიტის მოძრაობის მოულოდნელი ცვლილება. მოსრიალება ან არასწორი ნაბიჯი. უმნიშვნელო, მაგრამ კატასტროფული. თვალის დახამხამებაში ნეიტმა მოჭიდება დაკარგა და 200 ფუტზე მეტ სიმაღლიდან კლდის ზედაპირიდან მიწაზე ჩამოვარდა. ვერ შეძლო თავის დაჭერა, რადგან თოქს არ იყენებდა. მოულოდნელად, დღე ჩვეულებრივი ცოცვიდან გადაუდებელ საგანგებო სიტუაციად გადაიქცა. ჯეიმსი და კიდევ რამდენიმე მთამსვლელი მაშინვე მიიჭრნენ, რომ ნეიტისთვის დახმარება გაეწიათ, როგორც კი მიწაზე დაეცა. ისინი ნახეს, რომ ნეიტი უძრავად იწვა და არც რეაგირებდა. მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს კარდიოფილტვის რეანიმაცია და დახმარება გამოიძახეს. დახმარება სწრაფად მოვიდა. დაახლოებით 45 წუთის შემდეგ, რაც ნეიტი დაეცა, ადგილზე ვერტმფრენი ჩამოფრინდა და პარამედიკოსი ჩამოვიდა, რათა მისი მდგომარეობა შეემოწმებინა. მაგრამ ჯეიმსისა და სხვების ძალისხმევის მიუხედავად, პარამედიკოსმა ყველაზე ცუდი დაადასტურა. ნათანიელ ტაკაცუნო გარდაიცვალა მასიური შინაგანი დაზიანებების შედეგად. ამ ავარიამ ნეიტი 2022 წელს სპორტში დაღუპულ 50 მთამსვლელს შორის ერთ-ერთად აქცია. და ეს იყო ყველაფერი დღევანდელი დღისთვის. მადლობა ყურებისთვის და მომავალ ვიდეოში შევხვდებით. იყავით ამამი და იცხოვრე მამაცად.